ჯერ იყო რაღაცა ხმა, დიდი ხმა, მეგონა მეხი ჩამოვარ და ანუ ვერ გავერკვიეთ. მეორე იყო ძალიან დიდი ხმა და უკვე ვიფიქრე რომ აფეთქდა კალუნკა, ვერაფერი ვეღარ მოვახერხე, აქეთ ვერ გამოვიქეცი, იმიტომ რომ აქეთ მხარეს იყო, იქით არა გვაქვს გასაქცევი ესე ვთქვათ, მეზობლები ყავს და ჩავეხუტი ამ ჩემ ბავშვებს და მეთქი ბოლო წუთებია. აი ველოდებოდი უკვე всё რა, კალუნკის აფეთქებას. და აი ეს შიში გვაწუხებს. უფრო მეტად ვიდრე აი ეს ჩამომტრეული მინები და პლასტიკატები, ყველაფერი გაკეთდება, ყველაფერი აღდგება. ეს არ არის ჩვენი ისეთი დიდი პრობლემა, როგორც ის, რომ საერთოდ ჩვენი სიცოცხლე არის საფრთხეში. ძალიან ახლოს არის უდიდესი ავზი, ბენზინგასამართის სადგურია აი აქვე და გვეშინია ამისი ფაქტიურად მთელი მოსახლეობა ვართ შიშის ქვეშ. ეს უკვე მეორედ აფეთქდა, ერთხელ აფეთქდა ზუსტად იგივე ოთახი, ანუ თქვენს მაშინაც რო ეს იყო რაღაც გათბობის ქვაბის ოთახი და მეორედ აფეთქდა. ნუ რაღაც ისი არ არის იქ, ეხა მე არ ვიცი, მაგრამ კომპეტენტურმა პირობამ უნდა შეამოწმონ და უნდა მოიყვანონ ეს მწყობში იმის გამო, რომ ეს მეორედ მესამედ აღარ განმეორდეს ფაქტიურად და ვინ იქნება იმის გარანტი, რომ ჩვენ კიდე გადავრჩებით. და რამე ისეთი არ მოხდება. უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. ავიწყოთ რა ვიცი ჩემი შვილის სახლიდან, საერთოდ შესასვლელი სულ ჩამოინგრა, აქ პლასტიკატი ჰქონდა აკრული, გაკრიალებული, ესე ვთქვათ. ჩაიმტრა შესასვლელი კარები ამ დარტყმის გამო. ეს ჩემი სახლია და აქეთ დაზიანდა სახურავი, აი ეს გამოსროლილი, აი ეს არის იმის ნაწილები და ეს გამოისროლა ძალით და ჩამოამტრია სახურავი და ასევე დარტყმის ძალა მაის კარები, მაღაზიის კარები შიგეგდო მაღაზიაში, შეაგდო, ჩალეწა და ასევე სარდაფის კარები მეტალოპლასმასი ჰქონდა იქ გაკეთებული მეტალოპლასმასის კარები, ესეც კი ხედავთ როგორ არის ჩამოლეწილი. დიდი პრობლემაა კიდე და ბევრჯერ კი ვთხოვეთ, მაგრამ ამაზე არ მოგვისმინეს, აი ეს გენერატორები, აი ხო ხედავთ რა ხმაც არის. ღამე უნდა ნახოთ, გაურმაგებულად ისმის უკვე ეს სიჩუმეში ეს ხმა და ფაქტიურად ძილი არა გვაქვს. ზაფხულში პანჯარას ვერ გააღებ და სუფთა ჰაერზე ვერ დაიძინებ და ვერც გაანიავებ კიდე ღამე ესე ვთქვათ სახლს და აი ესეთ გრიალში გვიწევს ცხოვრება. აი ნახეთ 1 2 3 გენერატორი დგას. სულ ყველა რო ჩაერთება, უნდა ნახოთ კასკადია პირდაპირ. ძალიან მაგარი ხმა იყო, ძალიან მაგარი ხმა. აქ ვეძინა ჩვენ და მე თქვი ალბათ კალანკა ის აფეთქდა, კალანკა ხო არის, ბენზინის კალანკა. მე ვნახეთ რომ ცეცხლი არ არის, არაფერი არ არის, გარეთ გამოვედით რომ აქ არის ანტრეული. ხმაურია ეს გენერატორის ხმა უშლის. თელი ღამე ვერ მიძინია. გუშინ საერთოდ ვეღარ დავიძინე. თელი ღამე ჩართული იყო. ხამე აქ დარჩით, ხوار ხო, არა, აქ დავჭით, არ დავჭით ხამე. ეს მხოლოდ მინები არის ჩამწეული, კედლები რამე ხომ არაა დაზიანებული. ჯერ არც მინახავს, რა ვიცი. უნდა გავიარო ვნახო. ეხლა დენი არა გვაქვს და აკეთებენ ეგერ დენს. გაზი ჩართეს, გუშინ არ იყო, გაზი დღეს ჩართეს უკვე. მე იყო ხმაური აფეთქების და კარების დაჯახების. მეგონა რომ ის სახლი დაინგრა. რო გამოვედი, მე იქით გავარდი და აქეთ რო გამოვედი, ეს კარებზე იყო ყველაფერი მეხეთქებული. ეს ჟოლობით ჩამოცვენილი, აქ ანტენა ეგდო, რა ვიცი რა არ ეყარა ეს კედელი და ახალი რემონტი, ყველაფერი გაფუჭებულია კარეთ. ზემოდან ასროლია, აბა კედელზე რა მიახეთქა ესე კარებზე. აგერა ეტყობა კარებზე ყველაფერი, იმ კარებსაც და კედლებსაც. ეს ჟოლობი ყველაფერი ჩამოცვენილი და ანტენის ნაწილები კიდე იქ აყრია. და ესენი ვინ აკრიფა არ ვიცი გვიან ღამე.